საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. გამარჯობა ჩემო პატარებო. ვიდრე ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემის ზღაპრის განხილვა შევუდგებოდეთ, მინდა სიტყვა ნაყოფის მნიშვნელობა გაგახსენოთ. კარგად გაიხსენეთ აბა, ნაყოფი მცენარის ის ნაწილია, რომელიც ყვავილისაგან ვითარდება. ხილი, რომელიც თქვენ ასე ძალიან გიყვართ, ნაყოფი გახლავთ. თუმცა ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობაც გააჩნია. ნაყოფი არის ადამიანის შრომის საქმიანობის შედეგი. თქვენი შრომის შედეგი სწავლის გახლავთ ცოდნა. ცოდნა სწავლის ნაყოფია. დაინტერესდით ალბათ, რატომ დაგჭირდა ამ სიტყვის მნიშვნელობის გახსენება. წეღან ზღაპარი ვახსენე. ზუსტად ჩვენი ზღაპრის თემა გახლავთ ყველაზე ძვირფასი ნაყოფი. ეს ზღაპარი ბულგარული ზღაპარი გახლავთ. და გაგიკვირდებათ ალბათ, რა შეიძლება იყოს ყველაზე ძვირფასი ნაყოფი. და დაიწყებთ ხილის ჩამოთვლას. იმ ხილის, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ. დარწმუნებული ვარ, ამ ჩამონათვალში ყურძენიც იქნება. ყურძენი ვაზის სამშობლო ხომ საქართველო ითვლება, სამშობლოდ ხომ საქართველო ითვლება. თანაც მისი ნაყოფი ტკბილიცაა, გემრიელიც და სასარგებლოც. და ჩვენი ნაწარმოების, ჩვენი ზღაპრის გმირებს მამამ დავალებად მისცა მოეტანათ ყველაზე ძვირფასი ნაყოფი. როგორ მოიქცნენ ისინი, ამას ზღაპრიდან შევიტყობთ. წაგიკითხავთ ზღაპას, აბა მოემზადეთ მოსასმენად. ყველაზე ძვირფასი ნაყოფი, ბულგარული ზღაპარი. ერთ მეფეს 3 ვაჟი ჰყავდა. ერთ დღეს უხმო თავის შვილებს და უთხრა: მინდა 3-ვეს თითო ქისა ოქრო მოგცეთ, შემოიარეთ ქვეყანა და ყველაზე ძვირფასი ნაყოფი მომიტანეთ. ძმები გზას გაუდგნენ და შინ 3 წლის შემდეგ დაბრუნდნენ. უფროსმა ვაჟმა მამას ყურძენი მიართვა და უთხრა: ყველაზე ძვირფასი ნაყოფი ის არის, რაც ყველაზე ტკბილია. ყურძენზე ტკბილი კი არც ერთი ხილი არ არის. კარგი, გიქნია, ყურძენი მართლაც კარგი ხილია. შენ რაღა მომიტანე? კითხა შუათანას. ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასი ნაყოფი ჩვენს ქვეყანაში არის შოვება. ამიტომაც წავედი უცხო ქვეყანაში და იქედან ქოქოსი, ანანასი, ბანანი, ლეღვი და ფორტოხალი ჩამოგიტანე. შენც კარგად მოგცეულ ხარ. უთხრა მამამ. შემდეგი უმცროს ვაჟს მიუბრუნდა და კითხა: შენ არაფერი მოგიტანია? შენი გატანებული ფული არაფერი მიყიდია, მაგრამ ვისწავლე და ცოდნა შევიძინე. ცოდნა ყველაზე ძვირფასი ნაყოფია. მამამ გაიხარა და თქვა: ყველაზე ძვირფასი ნაყოფი შენ მოგიტანია, ცოდნაზე უკეთესი ცის ქვეშეთში არაფერია. მას ვერც წაგართმევენ და ვერც მოგპარავენ. ზღაპრის კითხვისას შეხვდა 3 უცნობი სიტყვა, ალბათ მიაქციეთ ყურადღება. ეს გახლავთ უხმო, ქისა და ცის ქვეშეთში. უხმო ამ შემთხვევაში ნიშნავს დაუძახა მამამ უხმო შვილებს. ქისა გახლავთ საფულე, რომელსაც ძველად ხმარავდნენ და მზადდებოდა ქსოვილისაგან ან ტყავისაგან. ცის ქვეშეთი კი გახლავთ დედამიწა ან ქვეყანა. როგორც ხედავთ, ზღაპრის მიხედვით მამამ შვილებს დავალება მისცა მოეტანათ ყველაზე ძვირფასი ნაყოფი. ჩვენც ხომ ამაზე დავფიქრდით. უფროსმა იფიქრა და ყველაზე ძვირფას ნაყოფად ჩათვალა ყურძენი და ასე ახსნა ყურძენი ხომ ყველაზე ტკბილია და რაც ტკბილია ყველაზე ძვირფასი ის არისო. შუათანას აზრით ყველაზე ძვირფასი ნაყოფი ის გახლდათ, რომელიც ამ ქვეყანაში არ იშოვებოდა და უცხო ქვეყნიდან ჩამოიტანა სხვადასხვა სახეობის ხილი. განსხვავებული აზრი ჰქონდა უმცროს ვაჟს. მან ცოდნა შეიძინა და განათლებული დაუბრუნდა მამას. მამამ გაიხსენეთ რა უპასუხა მესამე შვილს, მართალია პირველი და მეორე შეაქო, მაგრამ მესამეს ასე უთხრა: ყოჩახ, შენ ყველაზე ძვირფასი ნაყოფი მოგიტანია, ცოდნაზე უკეთესი ხომ არაფერია ცის ქვეშეთში. კარგად მიხვდით ალბათ, მამაც ზუსტად ამას გულისხმობდა. მას როგორ მიხვდა?
უმცროსი ვაჟი მამის დავალების ნიშნულობას, ხოლო ამას ვერ მიუხვდნენ უფროსი შვილები. თუ დაუკვირდებით, ალბათ მიხვდებით. უმცროსმა ვაჟმა მამის დავალება ყურადღებით მოისმინა. მიაქციათ მითითებას 3 წლის ვადას მოგცემთო მამამ უთხრა ვაჟებს. გაგიკვირდებათ ალბათ ყურძნის მოტანას, რომელიც იმ ქვეყანაში იშოვება 3 წელი დასჭირდებოდა, რა თქმა უნდა, არა. თუ უფროსი ვაჟი ამას დაკვირვებით მოისმენდა და ყურადღებას მიაქცევდა, რა თქმა უნდა, სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. უმცროსმა კი გამოიჩინა მეტი ყურადღება, მეტი გონიერება და მიუხვდა მამას, რასაც გულისხმობდა. ალბათ მიხვდით იმას, რას გვასწავლის ეს ზღაპარი, რისი თქმა უნდა ამ ზღაპრის ავტორს. მესამე ვაჟის საქციელით ჩვენ ვხვდებით, როგორი ყურადღებით, დაკვირვებით უნდა მოვისმინოთ თითოეული დავალება და ზედმეტი სიზუსტითაც შევასრულოთ. საინტერესოა, რა სურდა მეფეს და რატომ მისცა შვილებს ასეთი დავალება. უცნაური დავალება. ალბათ ადვილად მიხვდებით, გონიერების შემოწმება სურდა. უნდა სურდა აღმოეჩინა, რომელია დავის შვილებში ყველაზე უფრო დაკვირვებული და გონიერი და ალბათ ეს მოახერხა კიდეც. თქვენც ალბათ ასე ფიქრობთ. მესამე შვილმა გამოიჩინა ყველაზე მეტი გონიერება. ალბათ დაფიქრდით, რატომ დასჭირდა მეფეს ამგვარი დავალების მიცემა და ამგვარად შემოწმება თავისი შვილების. მომავალში ხომ მათგან ერთ-ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო და მეფე კი გამოირჩეოდეს უნდა აუცილებლად ყურადღებით, დაკვირვებით, გონიერებით, დიდი ცოდნით და მას უნდა შეეძლოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მეფე მამა უკვე აღარ გაუჭირდებოდა არჩევანის გაკეთება. მომავალ მეფედ და ალბათ თქვენც დაფიქრდებით და მიხვდებით, რომ უმცროს შვილს დაასახელებდა. ზღაპრის ბოლოს კი ასეთი ბრძნული გამონათქვამია თქვენს წიგნში. ცოდნა თან დასდეს მცოდნელსა. ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ ქართველ მწერალს დავით გურამიშვილს. იგი ასევე ამბობს, ცოდნაზე არც ცხადის ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების. დამეთანხმებით პოეტის სიტყვების მნიშვნელობა და მეფის შეხედულება სწავლა-განათლებაზე ერთი და იგივეა. ალბათ რომელ ქვეყანაშიც, რომელ ეპოქაშიც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, რომელ დროშიც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, სწავლა-განათლებაზე მათ ერთი და იგივე შეხედულება გააჩნიათ. მას თქვენც ჩემო პატარებო, მიჰყევით ბრძნულ დარიგებებს, ბულგარული ზღაპრის სიბრძნეს, ქართველი მწერლის რჩევა დარიგებას, უკაცრავად ქართველი პოეტის რჩევა დარიგებას და დრო უქმად არ დაკარგოთ. გამოიყენეთ ძვირფასი საათები, ძვირფასი დრო იმისათვის, რომ ცოდნა შეიძინოთ. ახლა კი ბოლოს მოგცემთ ასეთ დავალებას. როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ალბათ ძალიან დაგაინტერესდებათ. ჩვენ კი გამოვთქვით ვარაუდები და მოდით ეს ვარაუდები მოვათავსოთ საშინაო დავალების რვეულში. ვის აირჩევს მეფე, მემკვიდრედ და როგორ განვითარდება ამ ქვეყანაში მოვლენები.